ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება და კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფაქტობრივი შესრულების ტექნიკური ანალიზი დაიწყო სემეკმა. ეს იმას ნიშნავს, რომ კომისიის სპეციალური ჯგუფი რეგიონებში ადგილზე ამოწმებს ქსელებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში კომპანიას გამოსასწორებელ ვადებს უწესებს, რომელიც ასევე მკაცრი მონიტორინგის ქვეშაა. Მე დეტალს ამ პროცესის შესახებ სემეკის თავმჯდომარისგან მოვისმენთ. დავით ნარმანია ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონ დავით. დიდი მადლობა სეზონის პირველ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს და გილოცავთ ახალ სეზონს. მადლობა. სანამ დავიწყებთ ამ თემაზე საუბარს, ხვალ ენერგეტიკოსის დღე არის და მეც გილოცავთ და ვილოცავ ყველას, ვინც ამ სფეროში მოღვაწეობს ან მოღვაწეობდა თავის დროზე. ძალიან დიდი მადლობა. მეც ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გადაცემიდან ვილოცავ თითოეულ ენერგეტიკოსს, მომავალ ენერგეტიკოსებს, სტუდენტებს, პრაქტიკოსებს, აკადემიკოსებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებისთვის. ბატონ დავით, რომ გადავიდეთ ახლა უკვე იმ მთავარ თემაზე, რაც არის ჩვენი მთავარი ხაზი დღევანდელი გადაცემის, როგორც მეც მაყურებელს უკვე მივაწოდე ინფორმაცია, დაწყებულია ხო მონიტორინგი. როდის დაიწყეთ და გაქვთ თუ არა რაიმე პირველადი შეფასებაც და შედეგებიც ამ დროისთვის? ენერგეტიკის სექტორში მონიტორინგი ორ ძირითად ნაწილად შეიძლება დავყოთ. პირველი ეს არის დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების, ანუ ახალი პროექტების შესრულების მონიტორინგი და მეორე ეს არის ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის მონიტორინგი, ანუ შეფასება. შესრულებული პროექტების ეტაპობრივი მონიტორინგი კომისიის მიერ მიმდინარეობდა ადრეც. გარდა ამისა, ჩვენ შერჩევის პრინციპით ვავალებდით გამანაწილებელ კომპანიებს, რომ მათ მოემზადებინათ შესრულებული პროექტების ტექნიკური და ფინანსური აუდიტი და აუდირებული დასკვნა წარმოედგინათ სემეკში. ამდენად ეს პროცესი გრძელდება, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ უფრო აქტიურად დავიწყეთ ქსელებში არსებული მდგომარეობის, ქვესადგურებში არსებული მდგომარეობის ტექნიკური მონიტორინგი. სამეგრელოში და კახეთში იყვნენ უკვე ჩვენი ჯგუფები და შემოწმდა ქვესადგურები, შემოწმდა გამანაწილებელი ქსელი. ყველაზე მთავარი, რასაც ვამოწმებთ, ეს არის ძაბვის ხარისხი, მიწოდების საიმედოობასთან დაკავშირებული საკითხები. აქედან გამომდინარე მომზადდა შესაბამისი მითითებები, რომელიც მიეცემა კომპანიებს, ისევე როგორც თბილისში თელასის ქსელში მიმდინარეობს პერიოდული შემოწმება, ასევე და ამ შემთხვევაში როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში მიეცემათ გამანაწილებელ კომპანიებს მითითებები არსებული მდგომარეობის გამოსწორებასთან დაკავშირებით და თუ მდგომარეობის ეტაპობრივი გამოსწორება საინვესტიციო პროექტების განხორციელების ადეკვატური არ იქნება და შედეგს ვერ მივიღებთ, რასაც ჩვენ ველოდებით, ასეთ შემთხვევაში მას მოყვება აუცილებლად სანქცირება. ამ დროისთვის თქვა გამოიკვეთა რაიმე ესეთი ძირითადი დარღვევები, რაც დამახასიათებელია ამ ქსელების, ძირითადად ქსელების შემოწმების. ძირითადი მაინც არის რომელი რეგიონია? ძირითადი მაინც არის ის, რომ დატვირთულია ქსელები, ანუ განვითარება რეგიონებში წავიდა ბევრი ახალი პროექტი, აშენდა, გაკეთდა, მიმოერთდა გამანაწილებელ ქსელს, ბევრი ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდა და ასე შემდეგ. ამიტომაც ქვესადგურებია გასაძლიერებელი, ტრანსფორმატორებია გასაძლიერებელი, ხაზები არის გამოსაცვლელი მთელ რეგიონებში, თუმცა ყველაზე რთული მდგომარეობა, კი ბატონო, ყველაზე რთული მდგომარეობა მაინც კახეთშია, იმიტომ რომ კახეთის გადაცემა გამანაწილებელი კომპანია ენერგოპროსთვის მოხდა ყველაზე გვიან. კახეთში არსებობდა კახეთის ენერგოდისტრიბუცია, ცალკე კომპანია იყო, რომელიც გაკოტრდა და შემდგომ გვიან მოხდა მისი გადაცემა. აქედან გამომდინარე, კახეთში უფრო მეტად აქტიურად არის განსახორციელებელი პროექტები და გარდა ამისა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ენერგოპროსთვის სახელმწიფო ელექტროსისტემიდან იმ ქსელების გადაცემა, რომელიც კანონის მიხედვით არ უნდა იყოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქვეშ, იმიტომ რომ ეს არის საშუალო და დაბალი ძაბვის ქსელები და მის მოვლა-პატრონობაზე და მის ესე ვთქვათ ხარისხზე პასუხისმგებელი უნდა იყოს ენერგოპრო. და ეხლა მიმდინარეობს ეს პროცესი თუ უკვე გადაცემულია. ბატონ დავით, მინდა გკითხოთ ასევე უფრო დეტალურად რომ ჩაუღრმავდეთ იმ საკითხს, როდესაც თქვენ გონივრულ ვადას მისცემთ კომპანიებს, თქვათ არსებული გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად და ეს გონივრული ვადები დაირღვევა, ამის შემდეგ რა ხდება?
ვადების დარღვევა ისევე როგორც მითითებული და არსებული სტანდარტების და წესებთან შეუსაბამობა იწვევს სანქცირებას. კომისიას აქვს კანონით განსაზღვრული, რომ გამოიყენოს ჯარიმის ოდენობა 5-დან 75,000 ლარამდე, ხოლო იგივე დარღვევის განმეორების შემთხვევაში გაორმაგებული ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს და კომისია წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყენებს ესეთი სანქცირების მექანიზმს სხვადასხვა კომპანიებისთვის, რასაც რა თქმა უნდა თავის შედეგი მოყვება. ამიტომ კომპანიებმა წინასწარ იციან, რომ მათ რომ სანქცია არ მიიღონ, ის იმას შეძლებს, რომ უნდა განახორციელონ პროექტები ხალისხიანად და მიწოდების სტანდარტები, საიმედოობის სტანდარტები, რომელიც არის, ხო, იგივე თქვათ, წვეტები და ერთი წვეტის შემთხვევაში საშუალოდ რამდენ ხანში მოხდება მიწოდების აღდგენა. ეს მაჩვენებლები წლიდან წლამდე საინვესტიციო პროექტების განხორციელების ადეკვატურად უნდა გააუმჯობესონ, ანუ წვეტების მოცულობა უნდა შემცირდეს. უმჯობესდება კომისია უკვე რამდენიმე წელია ამ კრიტერიუმების საფუძველზე სპეციალური ელექტრონული ჟურნალით, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, აკვირდება სხვადასხვა სექტორში, არ მხოლოდ ელექტროენერგეტიკაში, არამედ ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორში წვეტებთან და აღდგენებთან დაკავშირებულ დროს და საშუალო წლიური, ესე ვთქვათ, სტატისტიკური მაჩვენებლები გამოგვყავს. სანქციების ნაწილი მინდა ამოვწურო, სანქციები არის თუ არა ადეკვატური იმისა, რომ პრევენცია მოხდეს და წინასწარ თქვენ რაც აღნიშნეთ კომპანიებმა, რადგანაც იციან, რომ დასანქცირება მოხდება მათი, თუ გონივრულ ვადებში რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდა, არის თუ არა ადეკვატური, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე, რომ სანქცია იმდენად დაბალია, რომ კომპანიებს არ უღირთ, ხო? უღირთ უფრო სწორად, რომ გადაიხადონ ჯარიმა, ვიდრე გამოასწორონ არსებული ხარვეზე. აბსოლუტურად სწორი მინიშნებაა. ჯარიმას პრევენციის ფუნქციაც უნდა ჰქონდეს, არ არის მხოლოდ ფისკალური ფუნქციის მატარებელი. კომისია მიიჩნევს, რომ ჯარიმების მოცულობა კანონმდებლობით უნდა გაიზარდოს და ამასთან დაკავშირებით მივმართეთ კიდეც ჩვენ საქართველოს პარლამენტს წინადადებით, რომ 9 მილიონ ლარამდე გაიზარდოს სანქციის მაქსიმალური მოცულობა. გვაქვს შესაბამისი დასაბუთება, გვაქვს ასევე შესწავლილი ევროპის ცალკეულ ქვეყნებში როგორია დარღვევების ხასიათი და ამ ხასიათიდან გამომდინარე როგორია სანქციების ოდენობები და იქაც გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი კანონმდებლობით არის ეს ყველაფერი განსაზღვრული. თუმცა პრევენციის გარდა კომპანიებს არ უყვართ დასანქცირება, შესაძლოა მცირე იყოს სანქციის მოცულობა, მაგრამ ამას საკმაოდ ისეთი კრიტიკული თვალით უყურებს კომპანიის მენეჯმენტი, კომპანიის დამფუძნებლები, აქციონერები და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კომისია იყენებს სანქციების მექანიზმს, რომელიც კომპანიასთან მიმართებაში, ის კომპანია ვერ მუშაობს გამართულად, რაღაცას არღვევს, აქედან გამომდინარე, შიგნითაც ამ ყველაფერს აქვს გარკვეული, ესე ვთქვათ, რეაგირება და შესაბამისად ეს დატვირთვაც გააჩნია ჯარიმას. ასევე მინდა გკითხოთ, აი ისო პროცედურაზე კომისიის ჯგუფი, როდესაც ჩადის ადგილზე, ხა თქვენ ახსენეთ, რომ მაგალითად კახეთის რეგიონში უკვე შემოწმება ჩატარდა. კომპანიები წინასწარ არიან გაფრთხილებულები ამ შემოწმების შესახებ თუ აი მოულოდნელი შემოწმებაა? კი ბატონო, კომპანიები იციან, მათი ადგილობრივი წარმომადგენლები ხვდებიან ჩვენს ჯგუფს და მათთან ერთად ხდება შემოვლა და სპეციალური მოწყობილობების მეშვეობით ხდება ძაბების ხარისხის შემოწმება, ასევე არსებულ წესებთან და სტანდარტებთან ქვესადგურების გადამცემი ხაზების შესაბამისობის შეფასება და ასე შემდეგ. აქ დასამალი არაფერი არ არის, არ ჭირდება ამ ყველაფერს, ასე ვთქვათ, მოულოდნელად მისვლა. ძაბვის ხარისხი თუ არ ვარგა, ის 1 და 2 საათში ვერ გამოსწორდება. აქედან გამომდინარე, იციან რა თქმა უნდა, ხვდებიან ადგილზე და ერთობლივად ახორციელებენ ამ შემოწმებას. ბატონო დავით, ხა მეორე ნაწილზეც რო გადავიდეთ, თქვენ თავიდანვე აღნიშნეთ და მინიშნება გააკეთეთ, რომ ორ ნაწილად იყოფა, ხო? ერთი არის ქსელების ტექნიკური მდგომარეობა, არსებული მდგომარეობის შემოწმება და მეორე ნაწილია შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შემოწმება. კიდევ ერთხელ ჩვენ ამ თემაზე გვისაუბრია, როდესაც შეთანხმება მოხდა საინვესტიციო პროექტების. კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს რომ შევახსენოთ ამ დროისთვის რა ტიპის საინვესტიციო პროექტები გაქვთ შეთანხმებული და არის თუ არა უკვე გამოკვეთილი, ვთქვათ, რაიმე სურათი, როგორ ხდება და ხდება თუ არა იმ გეგმის მიხედვით ამ საინვესტიციო პროექტების შესრულება. ჩვენ ელექტროენერგეტიკის სექტორი რომ ავიღოთ, გასული წლის ბოლოს საკმაოდ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების შევითანხმეთ, როგორც დედაქალაქისთვის, თელასის ქსელში, ასევე რეგიონებში, ენერგოპროს ქსელში.
2 წლის განმავლობაში 2024-25 წლის საინვესტიციო გეგმა ორივე კომპანიისთვის 600 მილიონ ლარზე მეტია. ყოველწლიურად თბილისში 100 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაეხარჯოს. 2024-25 წელს რეგიონებში 200 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს და ასე ვთქვათ, ეს რა თქმა უნდა არ არის ბოლომდე ამ პრობლემების მოგვარებისთვის საკმარისი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი არსებული მდგომარეობისა ამ პროექტების განხორციელებით რა გამოსწორდება? პირველ რიგში გამოსწორდება იქ, სადაც ხშირი ავარიებია და ხდება ქვესადგურის მოწესრიგება, სატრანსფორმატორო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხო, ავარიები შემცირდება, ანუ გამორთვები შემცირდება. იქ, სადაც გადამცემი ხაზებია მოსაწესრიგებელი, იგივე ბოძები გამოსაცვლელი, ხაზი გამოსაცვლელი, ხო, იქ ეს პროექტი რო განხორციელდება, ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ესეც ანალოგიურად გამორთვების რაოდენობა შეამცირებს და ძაბვის ხარისხის გაუმჯობესება მოხდება, რაც მთავარია. ბევრგან რეგიონებში არის დაბალი ძაბვა, რაც ქსელის გადატვირთულობით არის გამოწვეული, ასევე გამოწვეულია იმით, რომ იგივე სატრანსფორმატორო და მომხმარებელ შორის დისტანცია მაღალია, ანუ დასაშვებზე მეტია. აქედან გამომდინარე, ესეთ ადგილებში შუაში უნდა მოხდეს კიდე სატრანსფორმატორო ქვესადგურების გაკეთება და ასე შემდეგ. ტექნიკური საკითხები არ მინდა, ასე ვთქვათ, ჩვენი მაყურებელი დავტვირთო თუმცა მთავარია, რომ მომხმარებელს არ ექნება უბრალოდ ნაკლები წყვეტა ავარიების გამო. აი მომხმარებლისთვის საბოლოო ჯამში რომ მომხმარებელზე როგორ აისახება, ესე განმარტოთ და ასევე საინტერესოა ისიც, ვთქვათ, ამ დროისთვის რა საინვესტიციო პროექტებია განხორციელებული, მაგალითად თბილისის შემთხვევაში და რეგიონებშიც თუ არის უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, მაგალითად რას თქვენ აღნიშნეთ, რომ როდესაც დისტანცია დიდია, მანძილი მიწოდება საბოლოო მომხმარებლამდე, ვთქვათ, დაიწყო თუ არა ამ დამატებითი გადამცემების ჩადგმა ან რამე სხვა ტიპის პროექტები. კი ბატონო, კომისიას აქვს მსხვილი პროექტების დონეზე შეთანხმებული ის საინვესტიციო პროექტები, რომელიც ხორციელდება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ეს არის ქვესადგურების მოწესრიგება, ისევე როგორც არის გადამცემი ხაზების მშენებლობასთან ან მის კაპიტალურ შეკეთებასთან დაკავშირებული პროექტები, რაც რა თქმა უნდა, რომლის ამომწურავი ნუსხაც ჩვენ გვაქვს და პერიოდულად ვისმენთ ანგარიშებს კომპანიების მხრიდან შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მაგალითად თქვათ, დაახლოებით 3 კვირის წინ ენერგოპროს ხელმძღვანელობა და ტექნიკური ჯგუფი იყო ჩვენთან და გავიარეთ ის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს და კომისია მიუთითა, რომ ტემპი ვთქვათ, უფრო მეტად დაჩქარდეს ამ პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც დედაქალაქის შემთხვევაში თელასის ტექნიკური ჯგუფიდან პერიოდულად ვიღებთ შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციას და ჩვენი ტექნიკური ჯგუფებიც გადიან ასევე ადგილზე და ათვალიერებენ ამ პროექტებს მის მიმდინარეობას. სანამ დაგემშვიდობებით, მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რომ ჩვენი სტუმარი ხართ და გითხოთ ენერგეტიკული ბირჟის შესახებ, რამდენიმე თვე უკვე მოქმედდა გარდამავალ რეჟიმში, რა შედეგები გვაქვს? შედგა თუ არა ვაჭრობა და შეგვიძლია თუ არა უკვე ამ გადასახედიდან რაიმე კონკრეტულ შედეგებზე საუბარი? მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ბირჟა გაიხსნა არასავალდებულო რეჟიმში. მიუხედავად ამისა, კომპანიები დარეგისტრირდნენ როგორც მიმწოდებლები, ასევე მომხმარებლები. 8 მიმწოდებელი კომპანია რეგისტრირებული, ეს არის ძირითადად ჰიდროელექტროსადგურები, თბოსადგურები, რომლებიც მათ მიერ წარმოებულ ენერგიას გაყიდიან ბირჟის მეშვეობით და არის რამდენიმე, ასე ვთქვათ, მყიდველი, რომელიც დარეგისტრირდა და რომლებმაც უკვე იყიდეს ბირჟის მეშვეობით. ეს მინდა და მეკითხა, შედგა ხო ეს რამდენიმე გარიგება შედგა. პირველად რამდენიმე დღის განმავლობაში არ იყო ვაჭრობა, თუმცა შემდეგ დაიწყო ვაჭრობა და პრაქტიკულად ყოველი სავაჭრო დღისთვის დგება გარიგებები, კომისია უყურებს ამ ყველაფერს და აფიქსირდა საკმაოდ ესეთი მისაღები საშუალო საბაზრო ფასი, რაც ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიის ბაზარზე მოთხოვნა და მიწოდება ერთმანეთს დაუახლოვდა და შესაბამისად ესეთი გარიგებით, როგორც მიწოდებელი, ასევე მოხმარებელი არის ყოფილი. ჩვენ ვაკვირდებით, რა თქმა უნდა, ამ პროცესს და მომავალში
ვარაუდობთ, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მიმწოდებელთა რიცხვი, მომდევნო წლის ზაფხულიდან სავალდებულო გახდება ბაზრის კონცეფციის შესაბამისად მსხვილი მომხმარებლების მიერ ბაზარზე ენერგიის ყიდვა და გაცილებით უფრო მეტი გარიგებები იქნება ისეთ რეჟიმში, როცა ვაჭრობა იქნება სავალდებულო. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით. ჩვენი სტუმარი იყო სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელსაც დავემშვიდობებით და სხვა თემით განვაგრძობთ დღევანდელ